მოგესალმებით მეგობრებო, ახალი ვიდეოთი. როგორც ხედავთ, დღეს მარტო ვარ. ვაჟა ვერ წამოვიდა, რაღაცა გაურკვეველი ვირუსების გამო მოუწია ამჯერად დარჩენა. მალე გამოკეთდება და შემდეგ ვიდეო რა თქმა უნდა ისე შემოგვიერთდება. ახლა ამ ჩემი ადგილმდებარეობით მოგცევთ პატარა ნიშნავს თუ სად მივდივარ. ახლა ვარ ანანურის ციხეზე, ძალიან ლამაზ ადგილას და ჩემს წინ არის ახლა კოშკი, სადაც ადის კიბეები. რა თქმა უნდა არ შევსულა თქვენ გარეშე, მეც მაინტერესებს სად მივდივართ და სად ადის ეს კოშკიც და ეს კიბეებიც. აგერ არის ჟინვალის ტბა, აიცა, აი ჟინვალის წყალსაცავი, ჩვენ წინა ვიდეოზე ფშავში ვიდეთ, აი იქიდან ჩაგერთეთ იმ ნაპირიდან დაახლოებით. ახლა აქეთან ნაპირსაც გადავხედოთ. ხო, ნუ რაც შეეხება ჩემს შემდეგ გაჩერებას, ამას ჯერ არ გეტყვით. მოდი პატარა ის გავაკეთოთ. ჩელენჯივით. გამოიცადეთ სად მივდივართ. მაგრამ ესეთი გამოწვევა მომაფიქრდა. რამდენ ხანში არის შესაძლებელი ნულიდან დაწყებული არხის გადაქცევა full time YouTuber-ად? აი მოდი ეს ვნახოთ. შევხედოთ, აბა რამდენ ხანშია შესაძლებელი full time YouTuber-ობა რომ შევძლო და მოდი ამ დღიდან დავიწყოთ ესეთი გამოწვევა. აი მეგობრებო, ამოვედი კოშკზე, ძალიან ცხელა, შეგვაჭერს. მაგრამ ეხლა აქედან ჩავალთ, განახებთ კოშკში რა ხდება, როგორ არის ოთახები და როგორი ხის იატაკია დაგებული, ძალიან მაგარია. თითქოს დროში მოგზაურობთ. ძალიან ბევრი ტურისტია, ძალიან არასასიამოვნო ფაქტს წავაწყდი. არ ვიცი რა გამოიწვია, უნდა გაჩვენოთ თუ არა, ეგეც არ ვიცი. იქნებ ჩავიყვანო ერთ-ერთი, აი ესე რადგანაც არიან დახოცილი. ეს პატარა მასივები, აი ეს ცოცხალია და იქნებ ჩავიყვანო და წყალი დავალევინოთ. აი მეგობრებო, ეს ერთი ოთახი, ზუსტად კოშკის ქვეშ. ჩიტოას ჩვენთან ერთად და ჩავიყვან აუცილებლად იქნებ წყალიც უშუალოდ. მოკლედ მეგობრებო, აი აგერ ვარ გუდაურის ცნობილ გადასახადზე, საიდანაც პარაპლანები ბრინდებიან. ყოველ 5 წუთში ერთხელ ერთი პარაპლანი მაინც ბრინდება. მე მეგონა რაღაც იშვიათად დღეში რამდენიმე, თუმცა ძალიან ვწდებოდი. და მოვახერხე და მათ შორის ერთ-ერთის გაფრენა დრონითაც დავაფიქსირე, ძალიან ლამაზი კადრი გამოვიდა. და ეხლა მივდივარ ყაზბეგში, გზა გერგეტისკენ, კიდე სოფლები, სტეფანწმინდა, სნო და ასე შემდეგ. აი ტრიპი გველოდება, მოტოციკლეტიც რა თქმა უნდა კარგად არის, ყველაფერი კარგად არის. დაუდგეთ ახლა გზას, ნელა უკვე ავალ, ცოტა ბევრი აღარ დარჩა. აი ეხაც 5 პარაპლანი დაფრინავს ერთდროულად, 1 და 2 კიდე ჩამოვიდა. მისული სტეფანწმინდან და დავინახე აი ეს ლამაზესი კოშკი. აი აქ არის კოშკი და ჩემს უკან არის მონასტერი და რო არ ამოსულიყავ და არ გადმომეხვია არ შეიძლება. სასწაული ადგილია ეს. თრიანად გადაყურებს ეს კოშკი და სტეფანწმინდას იქით ხარეს კიდე
ძალიან მაგარი ადგილია. იქით უკვე სტეფანს ვიზას მოჩანს. შესაბამისად გერგეტიც აქვე არის. უნდა ნახოთ აი ღრუბლები მთაზე როა ჩამოწოლილი აქ. სასწაული ხედი იშლება. აღარ არის ჩვენი ვიცით. მოდი დავათვალიეროთ აქაურობა და ახოთ რა ხედზე ვართ, სად ვართ. მოკლედ ისეთი გზა არის, რომ ყველგან გიდება გაჩერება და გადაღება. ძალიან შევთხოვით, კი ვიცოდი ამ სოფელში იყო, მაგრამ ეს გზის პირას არ ველოდი. მოვედით ამ საოცარ კბილებებთან, რომელიც სავარაუდოდ ვიდეოებიდან ნანახი გაქვთ. ქვაზე ამოქანდაკებული ადამიანის სახეები. აი, სულ ძალიან მაგარია. დაგათვალიერებინოთ აქ როგორ გამოიყურება ეს ადგილი. და შემდეგ იქ არის სოფელის დრო, რომელიც ჯერ არ შევსულა და უკვე ორი ესეთი ადგილი მოჩანს და თვითონ სოფელი ისეთი ლამაზი ჩანს. რომ არ ვიცი რომ შევა სავარაუდოდ იქიდან კაი ხარი ვერ გამოვა. ეხლა ნახეთ აქ რა საოცრება ხდება. აი, მეგობრებო, აღარ არის სროსტყალი, მდინარე, ჩემს უკან არის ეკლესია და აქ არის ძველი კოშკი, რომელიც გამოიყენებოდა მანიშნებელი. გინახავთ ალბათ, ხო? როცა ტერი შემოვიდოდა, კოშკზე ყოფი ადამიანები ხედავდნენ, შემდეგ ანთებდნენ ნიშნად ცეცხლს. და ეს ცეცხლი უკვე მანიშნებელი იყო, რომ ახლოს იყო ტერი და საბრძოლო მზადყოფნა დაწყებული იყო. აი ეს არის ეს კოშკი, რომელიც ახლა ჩემს წინ არის, ძალიან ბევრი ხალხია ზედ, ამიტომ არ ავდივარ ჯერჯერობით. თვითონ სოფელი არის, აი რა ვიცი, ყველა მხრიდან მთებში ჩაფლული, ულამაზესი, ძალიან კოხტა სახლებით, სადაც დაგათვალიერებინებთ. ძალიან მაგარი ადგილია. საოცრება. თვითონ კოშკზე ვერ ავდივარ, დაკეტილია ასასვლელი, მე მგონი იქით ახვიდა, აქეთ ახვიდაც ვნახავ ახლა. თუ შევძველი ავალ აუცილებლად. ქართველებს საკმაოდ ხშირად უწოდოთ რომ ცეცხლის ანთება, ისტორიისგან გამომდინარე. და ეს მანიშნებელი ცეცხლი ცეცხლს ხედავდა მთელი სოფელი, ხალხი, ჯარი და ებრძოდებოდნენ საბრძოლველად. ეს იყო ამ კოშკის ძირითადი დანიშნულება. დაგიბრუნდით ყაზბეგიდან უკვე დავბინავდი გესტჰაუსში. მეთქი ცოტა ფეხით გავივლითქო ხო და გამოვიდი აქ და ახლა მოძრაობ ყაზბეგში ფეხით. ინტერესო რა ვაკეთებ ხარ პოიქტ.
ისეთი ხედებია, უბრალოდ რო დადიხარ, მაინც ისეთი ხედებია და გარშემო რო იყურები სასწაული ხდება, ეგრე გერგეტი, სუნთები გარშემო. მოკლედ ესე სასიარულოც კაია. просто ახლა დაღბარძევარ და უკანა მოსვლა არ ამგონია ესე სიამოვნოს, მაგრამ მოდი სანამ სიამოვნებს ვიკაიფოთ რა. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს გავიღვიძებ თუ არა, ავალ გერგეძე აუცილებლად და მერე დარიალის ხეობა. იქით გავიდე, საზღვრისკენ არის ეგ უკვე. მოკლედ ხოლმე საკაიფო დღე გველის რა. ეხლა ნელა ხანდება მზე ჩავიდე, მაგიტო გამოვედი, თორე მაგრა დავიწვი. ჩემი ბაიკერული ზაგარი გამძაფრდა, მაჯებს ზევით. გათედა ახალი დღე, ყავა დავლიე, მოწესრიგდი, დავისვენე და რა თქმა უნდა ამოვედი პირველი გერგეტის ამებაზე. გამაფრთხილეს რომ დრონის აფრენა თუ გინდაო, ცოტა უნდა ითახლითო აქ ბერება რომ დაგინახონო, ამიტომ ცოტა ქვევიჩადი და იქიდან ააფრინდა. ხო, ნუ ავაფრენ. შეიძლება ცოტა ცუდად ჟღერს წინააღმდეგ მივდივარ, მაგრამ აქედან დრონის კადრების გარეშე წასვლა, რა ვიცი. არ გამოვაპატიეთ. ხო, რაც შეეხება გეგმებს წვევა, აქედან ჩავდივარ გულეთის ჩაჩქერზე, რა თქმა უნდა და იქიდან დარიალის ხეობაში, რომ მოკლედ ერთი სიტყვით დღესაც კაი დატვირთული დღე გველის, კაი ტრიფი გველის. ჩვენს დატერილები ვართ, ელევატორის დატერილები არიან, მოტოციკლეტიც წყობშია, ყველაფერი მიდის ჯერჯობით იდეალურად. წავედი ახლა შეგირჩევ, კაბინეტ არ შეიძლება. ამიტომ ვერ გადავიღებ, შემდეგ კი დაგიბრუნდებით უკვე გველეთის ჩაჩქერიდან. ამადროებით და ისიამოვნებთ. მოკლედ ხახო ავდივარ გველეთის ჩაჩქერზე. ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ მოტოციკლეტი გაქაჩავდა, მაგრამ ისეთი გზა არის რომ შანსი არ არის. რა მოტოციკლეტი ამოვა აქ, არ ვიცი. რაღაც მონაკვეთამდე ამოვედი და მერე დავტოვე. მაგრამ რისკია, ნორმალი გაგისკდება, დარჩები აქ შეიძლება შეგეთქვი ვინმე არის. დელიკები დადიან გიჟებივით, სულ ფეხებზე კიდიათ გზა. მოკლედ ცოტა გარდა რაღაცა 700 მეტრი. და უკვე ავალ ჩაჩქერზე. კაი ხანია უკვე აღარ მივლია ფეხით, ამიტომ თაგაცებული ვარ. ამიტომაც საკაიფოდ ქოშილებ. აგე ჯიგრები კარავში, კაი მზის გულზე. სავარაუდოდ იხრუკებიან. საკაიფოდ, აგე ჯიგრები. იმედია დალასალები წყალი იქნებოდა. უძლიერესი რო ვარ დამშეწყალი და უწყვეტ ვარ წამოსული. იმედია ჩემი ხვა ისვის და ჩაჩქერის ხვა არ ფარავს. ახლოს აი თითქმის მივედი ხედავ არა დავიბრიდე. ავალ მაინც აუცილებლად. უბრალოდ აირთული გზა არის, არ ველოდი ესე ცირთულეს. აგერ არის ჩემზევით, აგერ არის ერთი რაწელი. თუ შეხედავთ, აი იქი ამოდის, აქ არის პატარა.
და თავი არის ცოტა ზევით. მოვედი როგორც გამიჭირდა რაღაცა ვერ ვიწვიდო მარტივად ამოვედი, მაგრამ ყველაფრის ფასად ვირდა ისეთი ადგილია მარტივი სასიარულო რაღაცა არ არის თუ ჯამშერები ხართ არაფერი არ მოგივათ მაგრამ აუცილებლად წყალი წამოიღე ჩემ ეს ისურვე არ დაგემართ ბევრი ხალხია ძალიან არის ერთადერთი ფოტოსესიისთვის ერთადერთი გამოყოფილი ქვა და იმ ქვაზე უნდა დადგე რიგში აი იმ ქვას გულისხმობ იქ რიგში უნდა დადგე და როცა მოგიწევს მალე უნდა გადაიღოთ წყლის წამოღებასთან ერთად კიდე ის ისურვე გამემართა რომ დრონის ჯოისტიკი დამრჩა ჩანთაში და შესაბამისად დროს ვერ ვახდენთ მოვედით არიალის სამონასტრო კომპლექსში. ჯერ გადაღება არ დამიწყებ და ძალიან მშვენი უზმაზე ვარ, რომელიც საათი 4 დაიწყო. ცოტა შეჭა. აზე მოვა, წყალიც ვიშოვე. აქ პარკინგზე ვიკითხე და 3 ჯიგარი კაცი შეხვდა, რომელმაც ყინულიანი წყალი გადმოვისხეს. გადამარჩინეს, იმიტომ რომ მართლა გული მივიდიოდა უკვე. დიდი სამონასტრო კომპლექსია და აქედან აი ზუსტად ჩემს უკან ჩანს საზღვარიც კი და იქით ვიცდღარად ემოგახსენებათ ამ სამონასტრო კომპლექსს აქვს ეს დატვირთვა პატრიარქმა საზღვრებთან ახლოს გააკეთა მსგავსი სამონასტრო კომპლექსები როგორც არის დავითგარეჯი თუნდაც ეს გაკეთებულია ახალი შედარებით და ემსახურება იმას რომ ვამბობთ რომ აქ ჩვენ ვართ. ხო რა, ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ყაზბეგის ტრიპი. მოვიარეთ. რა ვიცი, მე მგონი ორი დღის საკმაოდ ნაყოფიერი დღეები გამოვიდა. ვიდეოც აუცილებლად ძალიან მაგარი გამოვა. ეხლა მე კიდე ნელ-ნელა დავიძრები თბილისისკენ. იმედია თქვენ კიდე ისიამოვთ ვიდეოთი და რა თქმა უნდა გამოიწევთ არხი და ჩართოთ სარიზღილაკი რო არის იქ რო არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები. აუცილებლად გამოწერის გარეშე ეს საქმე არ გამოვა. ველი თქვენს კომენტარებს და აუცილებლად დაწერეთ როგორ მოგეწონებათ ვიდეო და აუცილებლად დაწერეთ სად წავიდეთ შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით მომავალ შეხვედრამდე და ისიამოვნოთ ვიდეოთი. ადიოს.